მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გეტყვით, რომ დღეს საღამოსაც ჩვენს გუნდს ქვეყნის ეკონომიკა რიცხვებში. ალბათ ყველასთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკა რა მდგომარეობაშია, ციფრებში როგორ გამოისახება და რეალურად რა სარგებელი შეიძლება ამ მომენტში მივიღოთ ჩვენ როგორც ქვეყნის განვითარების პროცესში, ისევე კონკრეტულად თითოეულმა ჩვენგანმა. დღეს განსაკუთრებული სტუმარი ყავს ბექარი ლუაშვილი, ის გაუძღვება თემას და წარმატებულ სალექციო საღამოს გისურვებთ. მოგესალმებით. დღეს ჩვენთვის ძალიან ასე ვთქვათ საპასუხისმგებლო მომენტია ესეთი ორი ადამიანის ასე ვთქვათ ქვეშ მიწევს ამ პატარა საინფორმაციო ხასიათის სალექციო ასე ვთქვათ რაღაცა თან ნაწილობრივ ეცდები გასართობი, თან ნაწილობრივ ეცდები ინტერაქციული ხასიათის საღამო იყოს და ერთი ასე ვთქვათ განსხვავება წინა საღამოებთან დაკავშირებით შედარებით იქნება ის, რომ პრეზენტაცია არ მაქვს PPTX-ით, ანუ PowerPoint-ით, სლაიდებით მომზადებული. ამიტომ მომდენო 20 წუთი ნახევარი საათის განმავლობაში ლამაზი სლაიდების ნაცვლად ჩემი ფიზიონომიით მოგიწევთ მოკლედ და ამისთვის წინასწარ ბოდიშ ვიხდი. დღევანდელი ლექცია მე მინდა ესე ვთქვათ დაუპირისპიროთ ხელისუფლების ეგრეთ წოდებული პროპაგანდას. კარგი ესე ვთქვათ იმისთვის მენ სასაუბრო და პოლიტიკურ დღესასრიგში, მათ შორის პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველას აქვს ეს განცდა, რომ თითქოს ჩვენ ყოველდღიური პრობლემების, ადამიანების, მათ შორის საქართველოს რეგიონებში, ქალაქებში, მათ ყოველდღიურ პრობლემებზე ნაკლებად ვაპელირებთ და ეს სივრცე, ესე ვთქვათ, სადაც ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ სხვადასხვა გამოწვევებზე, მათ შორის ქვეყნის ევროპული მომავლის კონტექსტში, მათ შორის იმ ვთქვათ თავისუფლების, ხო, თავისუფლებას ბევრი წახნაგი აქვს, ბევრი განზომილება აქვს, მათ შორის ეკონომიკურ თავისუფლებას. ხო, ამ თვალსაზრისით ეს სივრცე ძალიან ცარიელად გამოიყურება და ხშირად ჩვენ ვხდებით ხოლმე ციფრების უბრალოდ საზოგადოებას უწევს და დღეს მინდა რომ აი ამ გამოსვლით ესე ვთქვათ რაღაც მათ შორის თქვენი ჩართულობით რაღაც პრეცედენტი შევქმნათ და მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ შევძლებთ იმას რომ დამატებით რამოდენიმე არგუმენტი თითოეულ თქვენთაგანს გაუჩნდეს ამ ესე ვთქვათ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თავისუფლებისთვის ბრძოლა ძალიან დიდწილად ეს საინფორმაციო ომია და ამ საინფორმაციო ომში ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმართლე და ადამიანებთან, თითოეულ ადამიანთან, თითოეულ მოქალაქესთან ამ სიმართლის მაქსიმალურად მიტანა. მოდით ჯერ ვისაუბროთ ესე ვთქვათ სტანდარტული ცალკე აღებული ერთი ინდივიდუალური ქოცი პროპაგანდისტის პერსპექტივიდან. და აი ესე დავინახოთ ესე ვთქვათ ის ეკონომიკური თუ სოციალური ციფრები, რომლებსაც ხშირად ვისმენთ ხოლმე, ხო? ეს იქნება ეკონომიკური დუღილი, ხელი რო არ უნდა დაგწვას, ეს იქნება ეკონომიკის რაღაცა ორნიშნა ზრდა და ამის გამო, ესე ვთქვათ, რაღაცა თვითკმაყოფილება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, ბევრი მოგვისმენია. და სხვათა შორის ეს პროპაგანდა გარკვეულწილად მუშაობს, იმიტომ რომ სხვადასხვა მიზეზით, სუბიექტურათაც, ობიექტურათაც ადამიანები არ უღრმავდებიან ხოლმე როგორც წესი ესეთ ციფრებს და ამ ციფრების უკან რა დგას სინამდვილეში. ეხლა აი მოდით სტანდარტული კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რა, სოციალური პერსპექტივით, ხელისუფლების პერსპექტივით, რამოდენიმე ციფრს გავაჟღერებ და არ განმავლობაში რო ავიღოთ 2010 წლიდან თლიანი შიდა პროდუქტი ქვეყნის ეკონომიკა, ესე ვთქვათ, რეალურ გამოხატულებაში დაახლოებით გაორმაგდა. და ეხლა ეს საკმაოდ ისე შთამბეჭდავად ჟღერს, ხო, ეს დაახლოებით 31 მილიარდიდან 61 მილიარდამდე გაორმაგდა.
ამასთან ერთად საკმაოდ გაიზარდა, 4-ჯერ გაიზარდა დაახლოებით მაგალითად საქონლის და მომსახურების ექსპორტს რო ეძახიან, ხო, აი ქვეყანა, რასაც აწარმოებს და შემდეგ სხვა ქვეყნებზე და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე ყიდის. დაახლოებით 3.3-დან 13 მილიარდამდე გაიზარდა ხო. ციფრებშიც რო გითხრათ. გაიზარდა თუმცა ძალიან მნიშვნელოვნად ჩამოვარდება ევროკავშირის სტანდარტს, მაგრამ გაიზარდა ანუ შემცირდა უმუშევრობის მაჩვენებელი. თუ იყო 27% დაუშვათ 2010 წელს, დღეს არის დაახლოებით 14% და აი ეს სტანდარტულად ხშირად მომისმენია ხოლმე უფრო არასაჯარო დისკუსიებში, რომ აი ადამიანები, ვინც ხელისუფლების პროპაგანდისტები არიან, ამბობენ, რომ აგერ რა გინდათ, მეგობრებო. აი ნახეთ მაგალითად საზოგადოებაში რამდენი ძვირადღირებული მანქანაა. და მართლაც რომ ნახო, აი რამდენი აქედან ვინმე ხო არა ხართ, ვინც პორშეთი დადის მაგალითად. თუ ხართ გამიზიარეთ, ხელი აწიეთ, მანიშნეთ რაიმე. აი პორშეს რაოდენობა რომ ნახოთ მაგალითად 2017 წელთან შედარებით ქვეყანაში 300 და ესეთი ტრიუკებით, ესე ვთქვათ, ესეთი ნარატივით, ესეთი გზავნილებით საზოგადოებას ესე ვთქვათ, თავს ახვევს ხელისუფლება, რომ ქვეყანაში ეკონომიკა აგერ ციფრებში გაზრდილია ორჯერ, გაზრდილია 4ჯერ ექსპორტის შემთხვევაში, აგერ ქუჩაში გაიხედეთ ძვირადღირებული მანქანები რამდენია, რესტორნებში რა ხდება, ხშირად მოგვისმენია ეგეთი რამე, მაგრამ აი ყველა იჭედება, ყველას ესე ვთქვათ, პრობლემა ამ ლოგიკის ექმნება მაშინ, როდესაც მარტივად უსვამ კითხვას. და თქვენც, არ ვიცი, ალბათ ბევრჯერ გექნებათ რაღაცეები გაგონილი, მე მინდა უბრალოდ სხვადასხვა ასპექტით გაჩვენოთ ეს საკითხი. რომ თუ ქვეყანაში ყველაფერი ესე ძალიან კარგად მიდის. მაშინ როგორ ხდება, რომ მაგალითად მხოლოდ 2023 წელს 74,000 საქართველოს მოქალაქე წავიდა ქვეყნიდან. როგორ ხდება, რომ მაგალითად თუ ავიღებთ 2012 წლიდან მოყოლებულს, იმიტომ რომ აქედან არის სტატისტიკა, 317 დაახლოებით 300,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა ქვეყნიდან. ხო, ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, არიან ახალგაზრდები. ძირითადი ნაწილი ამ ემიგრანტების არის სამუშაო ძალა. მიუხედავად ამ დიდი მიგრაციისა, ხო, დაახლოებით 300,000-ზე მეტი წავიდა ქვეყნიდან, მაგრამ დაახლოებით 200 მოახდინა, თუმცა ცხადია, რომ მე როცა გულისხმობ მიგრაციას, გულისხმობ წმინდა მიგრაციას. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში გულისხმობ წმინდა მიგრაციას და ფაქტია, რომ იმ ეკონომიკური დუღილის პერიოდში, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს ხოლმე 2021 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ამ პერიოდში 160,000-ზე მეტმა ადამიანმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. ეს არის ერთი არგუმენტი. მინიმუმ ორი კითხვა ისეთი, რომელიც ესე ვთქვათ, ამ ნარატივს მნიშვნელოვანწილად ეწინააღმდეგება, ხო? ერთი არის ეს, მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი. და მეორე, ესეც ალბათ გაგიგიათ ბევრჯერ, როგორ არის, რომ ქვეყანაში, სადაც აი ესეთი ეკონომიკური ზრდა ციფრებში ფიქსირდება, ქვეყნის მოსახლეობის 35%-მდე, ეს არის 1,260,000 ადამიანი, ითხოვს სახელმწიფოსგან ფინანსურ ან არაფინანსურ დახმარებას. ანუ მთელი მოსახლეობის მესამედი სახელმწიფოს თხოვს ოფიციალურად, რომ მას დაეხმაროს სხვადასხვა ფორმით. აქედან დაახლოებით 700,000, 696,000 უფრო ზუსტად იღებს ამ ხარდაჭერას და ამ ხარდაჭერას ქვია, იცით ყველამ, საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა ეს არის კანონით განსაზღვრული, ესე ვთქვათ, ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც საფუძველში უწერია კანონმდებლობით, რომ იღებს უკიდურესი სიღატაკის დახმარებას. აქედან 200,000 არის არასრულწლოვანი, მოდი ესე ვთქვათ, ბავშვი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია დინამიკა. ხო, იმიტომ რომ ბევრჯერ მოგვისმენია, რომ ჩვენ ძალიან ძიმე მემკვიდრეობა დააქვთ და ასე შემდეგ არგუმენტები. ამ მაჩვენებლიდან
ანუ 1.200.000-ზე მეტი ადამიანიდან 400.000 რომელმაც მოითხოვა დახმარება სახელმწიფოსგან ამ მოთხოვნას აფიქსირებს 2021, 2022, 2023 და 2024 წლის განმავლობაში. ანუ მაშინ, როდესაც თითქოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არის ძალიან მაღალი და თითქოს ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ ძალიან, ვთქვათ, ბედნიერ გარემოში. ამიტომ ეს, ესე ვთქვათ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მთავარი ამოცანა და საკითხი იქნება, რომ რამენაირად გავარკვიოთ რა ხდება. რატომ ხდება ესე, რომ ციფრებში თითქოს პროპაგანდისტები არ გვატყუებენ, ესე ზედაპირულად რო შევხედოთ, მაგრამ შინაარსობრივად ქვეყნის სოციალური მდგომარეობიდან, სოციალური ქსოვილიდან გამომდინარე, ბევრი პრობლემაა. პირველი ალბათ, რაზეც ჩვენ და მე მინდა რომ ვისაუბრო, არის ის საერთოდ რამდენად სარგებლის მომტანია ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც სტატისტიკაში უბრალოდ ინტერესო გამოიყურება. და რა თქმა უნდა, მთავარი ინსტრუმენტი მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკის, რომლითაც უნდა ხდებოდეს ადამიანების კეთილდღეობის ზრდა, ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა. და ამ თვალსაზრისით რო შევხედოთ ციფრებს, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვქონდა ეგრეთ წოდებული, ვთქვათ, ორნიშნე ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით 9.7%, ბოლო 3 წლის საშუალო მაჩვენებელს თუ ავიღებთ და გამოვაკლებთ დასაქმებას პოსტ-კოვიდურ აღდგენას, ანუ ის სამუშაო ადგილები, რომელიც დაიკარგა პანდემიის დროს, შემდეგ წლებში აღდგა, ხო, ეს არ უნდა მივათვალოთ, დაუშვათ რაღაც დამატებით ღირებულება შექმნილს. ნახავთ, რომ საშუალოდ წლიურად, სადღაც 13.000 სამუშაო ადგილი იქნება, აი ამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პირობებში, მაშინ, როდესაც საშუალოდ იგივე 13.000 სამუშაო ადგილი იქნებოდა 2010 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად. ეხლა ეს კარგი მაჩვენებელია თუ ცუდი მაჩვენებელია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა შევადაროთ რაღაც ჩვენ მსგავს სახელმწიფოებს, ან ევროპულ სახელმწიფოებს, ან ევროკავშირის სახელმწიფოებს და ვთქვათ, რომ შეიძლება თუ არა უკეთესად იყოს სადმე საქმე და როგორია დასაქმების მაჩვენებელი ამ ქვეყნებში. როგორია მოსახლეობის წილი, რომელიც დასაქმებულია სხვა ჩვენ მსგავს ქვეყნებში. აი ამ შედარებას თუ გავაკეთებთ, ნახავთ, რომ ევროკავშირის მაგალითად საშუალო მაჩვენებელი დასაქმების მიმართულებით არის 54%. სამუშაო ადგილით ყოველდღიურად საშუალოდ ვიდაროთ. დაახლოებით რამდენი წელი დაგჭირდება, რომ დავეწიოთ თქვენი წარმოდგენით ეხლანდელ მაჩვენებელს, საშუალო მაჩვენებელს ევროკავშირში. ვინმეს მოსაზრება ხო არა აქვს? არა, მაგდენი არ დაგჭირდება. 23 წელი დაგჭირდება. 23 წელი დაგჭირდება დაახლოებით, რომ დავეწიოთ ეხლა რა საშუალო მაჩვენებელიც არის ევროკავშირის ქვეყნებში. დასაქმების კუთხით. და რომ დავეწიოთ 23 წლის შემდეგ რა იქნება ევროკავშირში, ხო? დაახლოებით. ორჯერ უფრო მეტი უხეშად რო ვთქვათ, ანუ დაახლოებით 50 წელიწადი ამ შემთხვევაში. ამიტომ ეს თავისთავად პარადოქსულია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ისტორიული კონტექსტი რო ავიღოთ, ბოლო 15 წელი პირობითად. ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდის პარამეტრი, მაგრამ სამუშაო ადგილების შექმნა გვაქვს ძალიან დაბალი. კიდევ უფრო მეტი პრობლემაა აქ, როცა დასაქმებაზე ვსაუბრობთ. თითქოს იმდენი მნიშვნელოვანი წყალებში, რა თქმა უნდა, ნაბიჯი გადაიდგა დასაქმების მიმართულებით, რომ დასაქმება კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე დღეს არსებობს. და სამწუხაროდ ესე არ არის. ეს ნაბიჯები იყო მაგალითად და ამ სტატისტიკაში, რასაც მე ხა ყვები, შედის ისეთი სამუშაო ადგილები, რომელიც შეიქმნა ხელოვნურად. მაგალითად, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა, სადაც ალბათ ეს ჩერკიდე ხარიფაშვილის ინიციატივა, სადაც ჩვენ მაგალითად როდესაც დეტალურად შევისწავლეთ ვინ და რა მიზნით არიან დასაქმებულები, ვნახეთ რომ ერთ-ერთ სკოლაში სადაც 60 ბავშვი სწავლობს, დასაქმებულია დამატებით ამ პროგრამის ფარგლებში 12 დამლაგებელი. ანუ აქამდე ამ სკოლაში რა ხდებოდა სისუფთავის თვალსაზრისით არ ვიცი, მაგრამ
35-დან 60 ბავშვამდე რო სკოლაში 12 დამატებით დამლაგებელს დაასაქმებდა კიდე ბიბლიოთეკარის დამხმარეს, ცოტა უცნაურია. ისევე როგორც ბევრი სხვა, ესე ვთქვათ, შემთხვევებია ესეთი ტიპის დასაქმების, ძირითადი ნაწილი არის ხელოვნურად შექმნილი და აბსოლუტურად ვერ პასუხობს ვერანაირ გრძელვადიანი დასაქმების და ნორმალური შემოსავლების პრობლემას. ამიტომ ასეთი ხელოვნური დასაქმების პირობებშიც კი მაჩვენებელი სტატისტიკურად კიდევ უფრო მოკრძალებულად გვეჩვენება. შესაბამისად, საერთოდ ბოლო წლების ეკონომიკური ზრდა იყო თუ არა მიმართული დასაქმებაზე და რატო არ იყო თუ არ იყო, ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვის ნიშანი, რომელიც აქ ჩნდება და ამას მოგვიანებით ვპასუხებ. მეორე ნაწილი, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის ასევე პროპაგანდა, რასაც აპელირებს, არის ასევე ხელფასების ნაწილი. და ხშირად ამბობენ, რომ აი საშუალო ხელფასი გაიზარდა რაღაც ნიშნულამდე და შესაბამისად ადამიანების შემოსავლები გაზრდილია, ქვეყანაში დასაქმებულია, რა თქმა უნდა, ვინც კონტრაქტით მუშაობს, ესე ვთქვათ, ამ ხალხს ესწრება. აქაც რო შევხედოთ, პირობითად, მაგალითად 2018-2017 წლის შემდეგ დინამიკას, ნამდვილად მედიანური ხელფასიც ეგრეთ წოდებული და საშუალო ხელფასიც გაზრდილია, თუმცა ძირითადი ნაწილი ხშირად ნახევარზე მეტი ორივე შემთხვევაში შეჭმული აქვს ინფლაციას. ანუ ესე ვთქვათ, ადამიანებს კი ხელფასი ეზრდებათ, მაგრამ მათი მყიდველობით უნარიანობა ამ ხელფასით რა პროდუქტებს იყიდულობენ არის არც თუ ისე ესე ვთქვათ გაზრდილი. ამასთან დაახლოებით 160,000 ადამიანის ხელფასი არის 6,700-ზე ნაკლები. დასაქმებულებზე საუბარი. ეს კიდე ცალკე მეორე პრობლემაა. ერთ სიტყვით პროპაგანდის მთავარი, ასე ვთქვათ, პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც შეყვები დისკუსიაში, ციფრებში და გინდა რომ იმ ციფრების უკან, რაც ეკონომიკურ ზრდაზე, რისი აპელირებაც ეკონომიკურ ზრდაზე ხდება, დაინახო კონკრეტული შედეგები. ეს შედეგები არ არსებობს. და მეტიც, სადაც ძალიან დიდი ფული ჩაიდო, რომ ხელოვნურად შექმნილიყო ეს შედეგები. ისიც კი არ აისახა სათანადოდ სტატისტიკაში. მაგრამ გვაქვს საპირისპირო შემთხვევებიც. მაგალითად, ჩვენ ხშირად თავს გვახვევენ სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებას. რომ აი ბოლო 2-3 წელიწადში სიღარიბის მაჩვენებელი პირობითად ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 5-6% პუნქტით შემცირდა და ეს ესე ვთქვათ, ეს მაჩვენებელი საკმაოდ მანიპულაციურია. და აქაც ყველა შეგიძლიათ და ყველა შეგვიძლია რომ პროპაგანდაში მათ შეუტიოთ საპირისპირო დაფლა ხდება კონკრეტული ადამიანის ესე ვთქვათ შემოსავლები არის თუ არა რაღაც ნიშნულზე მეტი. ქვეყანაში ძალიან ვერ გავართულო სტატისტიკურად მოკლედ, ვინც ყველა ცოტა მოიხმარს, მათ რა შემოსავლები უფიქსირდებათ თვის განმავლობაში ან დღის განმავლობაში. ესე აღიწერება სიღარიბის მაჩვენებელი. ეხლა ჩვენ თუ მაგალითად სოციალურ დახმარებას გავზრდით, ან ვიღაცას აი ესეთ დამლაგებლად დავასაქმებთ 300 ლარიან ხელფასზე, რომელიც აქამდე არ მუშაობდა. რა თქმა უნდა, მას დაუფიქსირდება, რომ დღეში კონკრეტულ მაჩვენებელზე მეტ შემოსავალს იღებს და ბუნებრივია სიღარიბის მაჩვენებელი ესე ხელოვნურად და მექანიკურად შემცირდება. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სტატისტიკაზე გავლენა მოახდინა ამ პროგრამამ, მაგრამ შინაარსობრივად გვესმის, რომ ქვეყანაში სადაც საარსებო მინიმუმი არის 300 ლარზე ცოტათი ნაკლები, 300 ლარიანი ხელფასი ვერ იქნება განხილული როგორც სიღარიბის დაზღვევის, უბრალოდ სიღარიბის დამარცხების, ესე ვთქვათ, მექანიზმი და ინსტრუმენტი. შესაბამისად, ამ ორ, ესე ვთქვათ, სიღარიბესა და დასაქმებას შორის კონტრასტი გვაძლევს იმ არგუმენტებს, რითაც შეგვიძლია პროპაგანდას დაუპირისპირდეთ და უთხრათ, რომ არა, არც დასაქმება არ გაზრდილა მნიშვნელოვნად და ასეთი ტემპით ჩვენ ვერსად შორს ვერ წავალთ და არც სიღარიბე არ დამარცხებულა ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ სიღარიბიდან ამოსვლა ნიშნავს სტაბილურ დასაქმებას, ნორმალურ ღირსეულ ანაზღაურებას და არა ვიღაცისთვის უბრალოდ სოციალური შემწეობის გაზრდას ფასკლებით. ეხლა მეორე საკითხი არის ამის ხრიდან. საკმაოდ საინტერესოა ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან, ესე ვთქვათ, ასიმეტრიული. აი, დაახლოებით ანალოგიურად მოვიყვანო, თბილისი-ბათუმის მატარებელივითაა, რომელიც თბილისში ჩერდება, ნუ ბუნებრივია, შემდეგ ქუთაისში აჩერებს ცოტა ხანი და ბოლოს აჭარაში ამთავრებს.
არსაც სხვაგან არ ჩერდება თუ გიმგზავრიათ ესე ვთქვათ ამ მატარებლით იცით. ასეთივეა დაახლოებით ანალოგი რომ მოვიყვანოთ ქვეყნის ეკონომიკაც. მთლიანი ესე ვთქვათ ეკონომიკური ზრდის 76% მოდის აჭარაზე და უფრო ზუსტად ბათუმზე და თბილისზე. მაშინ როცა ოფიციალურად 40-45% ცხოვრობს მოსახლეობის ამ ორ რეგიონში. ფორმალურად. გასაგები არაფორმალურად შეიძლება მეტია, მაგრამ ფორმალურად მოცემულობა ესეთია. და პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად მთელი მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს სხვაგან, სადაც პრაქტიკულად ეკონომიკის ძალიან მცირე ნაწილია წარმოდგენილი და საარჩევნო კუთხით, საარჩევნო თვალსაზრისით, რომ გადავდოთ თუნდაც ბოლო არჩევნები საერთოდ რომ არ გავვითვალისწინოთ და რაღაც სერიოზული გაყალბების კვალი არის და ეს ყველა ვიცით. წინა არჩევნებზეც, თვითმმართველობის არჩევნებზეც სერიოზული დისბალანსი იყო ხმების მიცემის კუთხით ხელისუფლებასა და დაუშვათ ოპონენტებს შორის. პარადოქსი ეს არის, რომ რეგიონებში, სადაც უფრო მეტად არის წარმოდგენილი სიღარიბე, უფრო მეტად არის და უფრო მეტი. ამის ახსნა ძალიან ესე ვთქვათ სიღრმეებში რო არ წავიდეთ, შეიძლება სხვადასხვა ასპექტიდან და ერთ-ერთი მთავარი ასპექტი აქ რა თქმა უნდა არის სოციალურ-ეკონომიკური კავშირები, მოკლე ეკონომიკური კავშირები სხვა სიტყვებით რეგიონის მოსახლეობასა და მმართველ ხელისუფლებას შორის. სხვადასხვა შეფასებით რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში შემოსავლებით შინამეურნეობები ესე ვთქვათ, შინამეურნეობების აბსოლუტური უმრავლესობა დაახლოებით 70%, 60-დან 70%-მდე სხვადასხვა ფორმით მიბმულია სახელმწიფო ხელისუფლებასთან. ეს არის დასაქმების თვალსაზრისით, ეს არის სოციალური პროგრამების თვალსაზრისით და ამას თუ დავუმატებთ საპენსიო უზრუნველყოფას, ანუ პენსიებს, პრაქტიკულად მივიღებთ, რომ მედიანურად, ესე ვთქვათ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ზოგან 90%-ს ცდება, ზოგან დაუშვათ 60%-მდე, 55%-მდე ჩამოდის. ამით იხსნება ის, რამდენად შეუძლია და რა ლევერიჯი აქვს, რა ზეგავლენის ბერკეტი და მექანიზმი აქვს ხელისუფალს გავლენა მოახდინოს მათ შორის რეგიონებში ამორჩევლების რაოდენობაზე, ამორჩევლების გადაწყვეტილებებზე. იმიტომ რომ აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ იმიტომ რომ ესეთი დისბალანსია ეკონომიკაში მიბმულია ხელისუფლებასთან პირდაპირ თუ ლიდერ ან ცოტა რთულად ხო არ საუბრობ, თუ რაღაცა რთულად რა საუბრობ, უფრო ვეცდები რა სხვანაირად. კი ბატონო. მას წყალს დავლებ თქვენის ნებართვით. ერთ-ერთი უსაფრთხო მეგობარი წყალი დარჩა. ამ ქვეყანაში დასალევას. იმედია ხო, ეგეც არ არის ბაი დავაიც. 100%-იანი. ხო. შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ფუნდამენტური საკითხი, რომელიც პოპულისტურად ხელისუფლებამ შეიძლება გაითვალისწინოს, ეს არის რეგიონებში სხვადასხვა ახალი სოციალური ინიციატივების დანერგვა. ხო არ გახსენდებათ ვინმე სულ ახალი, ცინცხალი გადაწყვეტილება რეგიონებთან დაკავშირებით. კი ბატონო. სამინისტრო ახალი, კიდევ? ხო, მაგრამ ხო არის. ხო იქნება. მოლოდინების შექმნა თითქმის იგივე ეფექტს ახდენს ხოლმე, რომ ხო. ხო, ზუსტად ეს არის. მათ შორის აი ბევრი კითხვები ისმოდა, რომ აი რა საჭიროა ეხლა ამ ახალი სამინისტროს შექმნა ცალკე რეგიონებისთვის, ეს არის ფუნდამენტი. ერთ-ერთი მათ შორის პოპულისტური ნაწილი ამ გადაწყვეტილების არის ის, რომ რეგიონებში კიდევ უფრო მეტად ცხოვრებ ადამიანებს, რომ აი ეხლა ხვალიდან ახალი სამინისტროს პირობებში ყველაფერი დაალაგდება და ყველაფერი იდეალურად იქნება, ხო? მაგრამ ესე არ არის სამწუხაროდ. ეხლა ჩვენ თუ შევხედავთ კიდევ უფრო სხვა მიმართულებით, ხო? და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ორი მთავარი კითხვიდან, რომელიც
პროპაგანდისტ კოდს შეიძლება დაუსვა მიგრაციაზე ვისაუბრე. მე და ეს ძალიან საინტერესო საკითხია. იმიტომ რომ გარკვეულწილად რაღაცნაირად კონტრინტუიტიურია ადამიანები მიდიან ქვეყნიდან ემიგრაციაში, თანაც ქვეყანაში გვაქვს ესე ვთქვათ ეკონომიკური ზრდა და თანაც ეს ადამიანები ამავდროულად არიან კონტრიბუტორები ამ ეკონომიკური ზრდის და ამაზე მინდა განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო. ესე იგი ჩვენ თუ დავითვლით საშუალოდ ფულადი გზავნილების მაჩვენებელს და მის წილს ეკონომიკაში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელშიც ფულადი გზავნილების პროცენტული მაჩვენებელი, მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტულად წარმოდგენ მარტივად რო ვთქვათ, მოკლედ ეკონომიკის ზომასთან მიმართებით ფულადი გზავნილების მაჩვენებელი დროთა განმავლობაში იზრდება. ესე იგი, გზავნილებიც იზრდება და ეკონომიკაც იზრდება და პროპორცია ფულადი გზავნილების ეკონომიკაში უფრო და უფრო მაღალია. რაც იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი დრაივერი, ერთ-ერთი მთავარი წყარო იმ ეკონომიკური ზრდის, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, არის ფულადი გზავნილები. შესაბამისად უკვე გარკვეულწილად ახსნა ხდება, რატომ ვერ ხერხდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად სამუშაო ადგილების შექმნა, იმიტომ რომ ფუნდამენტში ამ ზრდის წყარო არის ფულადი გზავნილები, ანუ ჩვენი მოქალაქეები იტალიაში დასაქმებული ძირითადად ქალბატონები, რომლებიც ფულს აგზავნიან და არანაირი კავშირი ამას რამე ახალი სამუშაო ადგილის შექმნასთან არ აქვს. ერთი, მეორე, თუ შევხედავთ ასევე გასაშუალებულ მაჩვენებელს, ფაქტობრივად ვნახავთ, რომ საქართველოში ყველა შინამეურნეობის ყოველთვიური დანახარჯების თითქმის ნახევარი მოდის ფულად გზავნილებს. კიდევ ერთხელ, ეს არის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში არ შემოდის ფულად გზავნილი, მაგრამ თუ გავასაშუალოთ, ანუ ვიღაცა მთლიანად სრულად დიდი ნაწილი, ესე ვთქვათ, ქართული ოჯახების დამოკიდებულია ემიგრაციაში წასულ ადამიანებს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მასშტაბზეა საუბარი, ანუ საშუალოდ მთელი შინამეურნეობების ყოველთვიური დანახარჯების ნახევარი მოდის ფულად გზავნილებს. რაც თავისთავად და ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ ჩვენი, ესე ვთქვათ, ეკონომიკური პარამეტრი, როგორც არის მაგალითად იმპორტი, აი ერთ-ერთი დათვლის მაგალითად თუ გამოვაკლებთ ჩვენს ეკონომიკის ფულადს და გამოვაკლებთ ტურიზმის ჩვენებას, ჩვენ ნახევარზე მეც ვერ შევიწევთ უბრალოდ. პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება იმპორტის ნახევარის დაფინანსება თუ ამ ორ, ესე ვთქვათ, ფულის წყაროს ჩვენს ეკონომიკას გამოვაკლებთ. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ამას სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ქვია პრიმიტიული ეკონომიკის პრობლემა, ანუ ეკონომიკა განვითარებულია ძალიან პრიმიტიულად. კიდე ერთი საკითხი, რომელიც ასევე ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურია. და კითხვაც ასევე ფორმულირდება, ესე ვთქვათ. თქვენი აზრით და ამ შემთხვევაში გთხოვთ, რომ ცოტა აქტიურად თან ცოტა ვიხალისოთ, ხონარით არ გამოგვივა ეს მოსაწყენია ძალიან. თუ შევადარებთ 2010 წლის და 2024 წლის ტოპ 10 საექსპორტო პროდუქციას. ანუ აი 10 იმ საქონელს, რომლის ექსპორტად საქართველო ახდენს ყველაზე მეტს ტოპ 10-ს. რამდენი პროდუქტი იქნება 15 წლის მანძილზე, მოკლედ, რამდენი ახალი პროდუქტი იქნება ამ საექსპორტო კალათაში? ვერ გავიგე. ტოპ 10. ყველას არა. ტოპ 10. ხო და ახალი რამდენი იქნება? დივერსიფიცირებული რო არ არის, გავიგეთ. დაახლოებით რომ ხო, ანუ ფაქტობრივად ერთადერთი პროდუქტია ათეულში, რომელიც არის ახალი ბოლო 15 წლის განმავლობაში, ესა ტოპ 30 პროდუქტში არის 3 ახალი საქონელი, რომლიდანაც ერთი ფაქტობრივად რეექსპორტია, ერთი არის თუ არ ვცდები ფრანგული კომპანია გამათბობლების, რომელსაც აწარმოებს და ერთი არის ტექსტილი აჭარაში, სადაც უცხოური ბრენდების პროდუქტი იწარმოება ტანსაცმელი ძირითადად. სხვა პრაქტიკულად მიუხედავად ერთი
30-ულში არის 3. 10-ულში არა, 10-ულში არის თუ არა, მანქანები მანამდეც იყო 2010 წელს ვადარებთ. კი ბატონო, კი ბატონო. კი. ძვირფასი ლითონის პროდუქტი მოკლედ რა. ესე იგი, რა გამოდის, რომ ამ მთელი 3.3 მილიარდი დოლარიდან 13 მილიარდ დოლარამდე გაზრდილი ექსპორტის თავარი წყარო არის იგივე პროდუქტი, უბრალოდ უფრო მეტი მოცულობით. და შესაბამისად, ძირითადად იმან, რომ ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა, ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოიწვია მოპოვების შესაძლებლობების ან გადამუშავების შესაძლებლობების, ესე ვთქვათ, გაზრდა, ჩვენ დასაქმება ვერ გავზარდეთ ექსპორტის ხარჯზე. ტექნოლოგიურმა, ანუ ეფექტიანობის ზრდა, მოკლედ და ტექნოლოგიურმა ინვესტიციებმა, უბრალოდ ტექნოლოგიების ხარჯზე მოპოვების და ზოგადად წარმოების რესურსები გაზარდა, მაგრამ ადამიანების დასაქმება ვერ გაზარდა. იმიტომ რომ არც ერთი ჩვენი პროდუქტი არ არის მაღალტექნოლოგიური. მხოლოდ ამ ტოპ 30-ში არის 3 პროდუქტი, რომელიც ტექნოლოგიურია, ფარმაცევტული საშუალებები, წამლები, რომელიც ექსპორტში შესაძლებელი გახდა GMP სტანდარტების დანერგვის შემდეგ და ადგილობრივმა კომპანიებმა დაიწყეს ამის წარმოება და ექსპორტზე გატანა. არის ეს რაც გითხარით, ფრანგული კომპანია გამათბობლების ტექნოლოგიურ სვიძაში, სადაც რაიმე ტექნოლოგიური, ესე ვთქვათ, მაღალი ღირებულების შექმნა შეიძლება და სადაც პოტენციურად შეიძლება ადამიანები დასაქმდნენ აი ამ სხვადასხვა მაღალ ტექნოლოგიურ დარგებში. ესეც იმის, ესე ვთქვათ, გამოძახილია, რომ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ეკოსისტემა სათანადო, რომელიც მაგალითად მიმართული იქნება, ესე ვთქვათ, რაღაც პროდუქციის გადამუშავებაზე და არა მოპოვებაზე. პირველად ნედლეულის ექსპორტის რაღაც სახეცვლილებაზე, შეფუთვაზე, გადამუშავებაზე, ექსპორტზე და არა პირველადი, ესე ვთქვათ, მოპოვების და ესე ვთქვათ, რესურსების ექსპორტზე. სხვათა შორის, ეხლა ამ ჭიათურის მოვლენებმა კიდე დიდი თავის ტკივილი გააჩინა, რომელიც ამ ექსპორტს აუცილებლად დაარტყამს, მაგრამ ეს კიდე ცალკე ისტორია, შეგვიძლია ცალკე საკითხად მერე რისი შემაფერხებელი. თავარი შემაფერხებელი არის ის, რომ მაგალითად განვითარებაზე და კვლევაზე გაწეული ხარჯების მიხედვით, research and development-ს რო ეძახიან. ჩვენი ქვეყანა არის ევროპის კონტინენტზე ყველა ქვეყანიდან ბოლო 4-ში თუ 5-ში ხარჯების მოცულობის მიხედვით. ანუ ჩვენ არ ვახდენთ არანაირ არც სტიმულირებას, არ აგვაქვს არც თანმიმდევრული, ესე ვთქვათ, და მკაფიო პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიები დაინვესტდნენ არის ის, რომ ჩვენ გვყავს არა 262,000 დაუსაქმებელი ადამიანი, როგორც სტატისტიკა გვეუბნება ამას, არამედ 600,000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში იაფი მუშახელი იყოს სწრაფად მიწვდომადი. და ტექნოლოგიის განვითარების ნაცვლად დამსაქმებლებმა აქცენტი გააკეთონ მუშახელით, ესე ვთქვათ, წარმოების ზრდაზე თან იაფად. ხო, რატო ხდება ეს ცოტა სტატისტიკურად მომიწევს სიღრმეებში შესვლა და თუ გნებავთ თავ შევიკავებ, რომ რეალურად დაუსაქმებელი ადამიანების დიდი რაოდენობა გვყავს ჩვენ, ხომ? იმაზე ბევრად დიდი ვიდრე სტატისტიკურად გვეუბნებიან. მაგრამ როგორც ფაქტი ესეა და ამასაც აქვს გარკვეული გავლენა, მათ შორის აი ამ პრობლემაზე, რაზეც მე ვისაუბრე. ეხლა კიდევ უფრო ღრმად მინდა შევიდე ამ თემაში, რასაც საუბრობდი ექსპორტთან მიმართებით. იმიტომ რომ მართლა საკმაოდ შთამბეჭდავია ციფრებში გამოხატული ექსპორტის მაჩვენებელი, მაგრამ თუ კი ჩავალთ ცოტა უფრო მეტ დეტალებში, ნახავთ და აქ შემოდის უკვე ის ნაწილი, სადაც ჩვენ პროპაგანდისტებს შეგვიძლია პირდაპირ და მოურიდებლად უთხრათ, რომ თუ რაიმე ეკონომიკური ზრდა მოხდა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, 68% ამ ეკონომიკური ზრდის პირდაპირ არის მიბმული იმ სექტორებზე, რომელიც დაკავშირებულია უკრაინა-რუსეთის ომთან სხვადასხვა ფორმით. აქ რაღაც დაძაბულობა. ხო? ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც სტატისტიკურად გასაგებია ექსპორტის ზრდაში, როცა იზრდება ექსპორტის ზრდაში ითვლება. თუმცა შინაარსობრივად ეხლა ყველამ ვიცით, რომ აქ რაღაც დამატებითი ღირებულება და რაღაც ახალი სამუშაო ადგილები ამასთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ მინდა რომ ამის მიღმაც ვიცოდეთ რაღაც დეტალები, ხო? მაგალითად,
თუ შევადარებთ 2020-21 წლებს და მანამდე კიდევ უფრო დაბალი იყო, ხო ეს? ესე იგი, დაახლოებით 1.8 მილიარდით გაიზარდა ავტო ექსპორტის მთლიანი მოცულობა. და რა თქმა უნდა, ეს არის ძირითადად ქვეყნები, როგორც არის ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, ძირითადად ამ ზრდის 88% თუ სწორად მახსოვს ციფრი არის სწორედ ამ ქვეყნებზე, საიდანაც ესეც შეიძლება იცოდეთ, იმის გამო რომ ეს ქვეყნები წარმოადგენენ რუსეთის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათზე ვრცელდება პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც შეუძლიათ თვითონ გაიყვანონ მერე ეს ავტომობილები რუსეთში. ამას ადასტურებს ამ ქვეყნებში რუსეთის სანქციებამდე ჩვენიდან გაყვანილი ავტომობილების რაოდენობა, რომელიც იყო მიზერული და როგორც კი ეს სანქციები დაწესდა და შეიზღუდა რუსეთში ზოგადად სოფლიოდან ავტო იმპორტი, ამის შემდეგ თითქმის 2 მილიარდით გაიზარდა მთელი ინდუსტრია ავტომობილების ექსპორტის. ამაზე მოდის კიდევ ერთხელ დაახლოებით ექსპორტის 68%, რომელიც IT მომსახურების სფეროს. IT მომსახურების სფერო დაახლოებით 140 მილიონიდან 640 მილიონამდე გაიზარდა ბოლო 2-3 წელიწადში. ნუ გასაგებია ხო, ყველა ხვდები ჩვენს ირგვლივ რუსეთის ფედერაციიდან ემიგრაციით შემოსულ ადამიანებს, რომლებიც ძირითადად ამ სფეროში არიან დასაქმებული და რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ამ ადამიანების საქმიანობასთან, რომ მარტივად რომ ვთქვათ, ეს ხალხი აქ ქმნის პროდუქტს IT სფეროში და შემდეგ სადაც აქამდე იყო დასაქმებული თავის რეზიდენტ ქვეყანაში, იქ ყიდის, იქ აწვდის. მოკლედ, საერთო ჯამში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაგენერირებული ეკონომიკური ზრდის ძირითადი კონტრიბუცია სწორედ მოდის მხოლოდ იმ სექტორებზე, რომელიც სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის საომარ მდგომარეობასთან, თუ რა ვიცი, ომთან, კონფლიქტთან, საომარ კონფლიქტთან. და არაფერი საერთო ამას დაუშვათ ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკასთან ან რაღაცა ნაბიჯებთან, რომელსაც შეიძლება წაეხალისებინა ეკონომიკური ზრდა არა აქვს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს არის ფინანსური სექტორი და ფინანსური სექტორის პრობლემები. ფინანსურ სექტორში და ესე წარბვალიანობის პრობლემებს მინდა ვისაუბრო და ორი სიტყვით ისიც თქვა, რომ დღეს თუ კი რაიმე გარდა ეკონომიკური აქტივობისა იმ სექტორებში, რომელზედაც მე ვისაუბრე, კონტრიბუციას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, მეტწილად ეს არის სწორედ ფინანსური სექტორის კონტრიბუცია საოჯახო მეურნეობებს ან ოჯახების გავლით და ძირითადად ეს არის, რა თქმა უნდა, საკრედიტო პროდუქტები. ამაზე მეტყველებს მათ შორის ფინანსური სექტორის ფაქტობრივად უზარმაზარი მოგების მაჩვენებლები, რომლებიც ექსპონენციალურად გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად თითქმის 2 მილიარდამდე მოგებას წერენ საფინანსო ინსტიტუტები. ეხლა სხვა რეალობაში, სადაც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ნორმალური საინვესტიციო გარემო, ნორმალური სასამართლო, ნორმალური ესე ვთქვათ, ეკონომიკური თანასწორობის უზრუნველყოფი შესაძლებლობები, ინსტიტუციები, აქ როგორც წესი არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ გარდაუვალი საჭიროებიდან გამომდინარე, რომ ადამიანები რაღაც კრედიტებს იღებენ, რომლის დაბრუნების, ესე ვთქვათ, შესაძლებლობები დღითიდღე ეზღუდებათ და დღითიდღე ეზღუდებათ იმიტომ, რომ ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური პერსპექტივები საკმაოდ დრამატულია. ამ შემთხვევაში პრაქტიკულად იქმნება სერიოზული რისკები, რომ მოხდეს აი ამ ესე ვთქვათ, წარბვალიანობის პრობლემის კიდევ უფრო მეტად გამწვავება საზოგადოებას და თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ ოჯახის ესე ვთქვათ, ფინანსურ მდგომარეობას. დროში როგორ ავართ, მეგობრებო, ჩვენ? როგორ? კაი, მაშინ კიდე წყალს მოვსვა. ისმენ. დიახ. დიახ. დიახ.
გავიგე. ეს პოტენციალი რაში იყო რაში შეიძლება ამის შეიძლება რომ ყოფილიყო. ვერ გავიგე. გავიმეორებ, კი. ხო, შეკითხვა იყო ესეთი, რომ გარდა იმისა, რაც ეხლა შეფასებები გვაქვს ეკონომიკაში, რაც ვისაუბროთ მომავალზეც, უпростоრად იმ დანაკარგზე, რაც შეიძლებოდა დაგვეკარგა, ან დავკარგეთ, იმის გამო, რომ ხელისუფლება გადაუხვია და სხვაგან წაგვიყვანა. სხვა სიტყვებით რო ხო. გავიგე. კი. ხო, კარგი შეკითხვაა და მე მგონი უფრო საინტერესოც არის. მე ვაპირებ ცოტა მერე, მაგრამ ძალიან რო არ გაგღავოთ, მაგრამ ეხლა გადავიდეთ ამ საკითხს. პირველი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მანამ სანამ პოტენციალის საუბარზე და შეფასებას გადავიდოდით, ჩვენ უკვე დაახლოებით 400 მილიონი დავკარგეთ ლარში საგრანტო რესურსი, რაც პირდაპირ იკითხება ზედაპირ შეცდა სხვა ქვეყნების ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან იმის გამო, რომ ხელისუფლების ქმედებების გამო. დეტალებში პოლიტიკურში არ შევდივარ, გასაგებია რა არის ამის მიზეზი, ის არის რომ ფაქტიურად აირჩია ხელისუფლებამ ანტიდასავლური, მოდი ესე ვიტყვი, ანტიდასავლური გზა, რომელიც თავის თავში გულისხმობს ანტიდემოკრატიულს. ეს ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება დაახლოებით 2024 წლის მაჩვენებელს ვაშუქებთ, დაახლოებით 30% შემცირდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. და რაც არ შემცირდა, იმაშიც დაახლოებით 600 მილიონი, ანუ ნახევარზე მეტი. პრაქტიკულად არის საფინანსო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები, ანუ საბანკო სექტორი ძირითადად. და დიდი ნაწილი ასევე არის რეინვესტიცია. რისი თქმა უნდა, ახალი ინვესტიცია, რომელიც გარედან შემოვიდოდა და დაუშვა და აქ შექმნიდა რაღაც სამუშაო ადგილებს, პრაქტიკულად ძალიან დაბალი მაჩვენებელია ამ ინვესტიციის. გარდა ამისა და მიზეზებიც მე მგონი ძალიან ცხადია, ხომ? აი, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთია, როდესაც მოარული ჭორები დადის, ესე დავარქმე უხეშად, უბრალოდ მოარული ჭორები დადის ქვეყანაში არსებულ არასამართლიან და არათავისუფალ სასამართლოსთან დაკავშირებით და მეორეა, როდესაც და აბსოლუტურად სხვა განზომილებაა, როდესაც ოფიციალურად ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები ასანქცირებენ სასამართლო ხელისუფლებას, ესე დავარქვათ, არ ქვია და ღირსებერარიან, მაგრამ დავარქვათ ესე, ამითი ძალიან კაფეო გზავნილი მიდის ყველგან თელ საინვესტიციო სექტორში, რომ მართლი პარტიის პირობითად დაკავშირებული პირი, ახლობელი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მაშინ შენკენ სამართალი არ იქნება, მოკლედ რა, ამიტომ პოლიტიზირებულია მთლიან სასამართლო. ხო, ანუ ეს არის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი, რატომაც ინვესტიციები შეფერხდა. მეორე ამბავი არის ის, რომ ქვეყანაში ინსტიტუციების დეგრადაცია და მიზანმიმართული დანგრევა, მაგალითად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხი, რომელიც ფაქტობრივად ფეხქვეშ არის გათელილი, ქმნის სერიოზულ რისკებს მონეტარული პოლიტიკის კუთხით და მონეტარული პოლიტიკის პოლიტიზების კუთხით. ანუ მარტივად რო ვთქვათ, კონსტიტუციური ორგანო, რომელიც უნდა იყოს სრულად დამოუკიდებელი და ამას თავისი ეკონომიკური დანიშნულება აქვს მის დამოუკიდებლობას. ის უნდა იყოს ნეიტრალური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმართ. ფაქტობრივად, როდესაც ამ ინსტიტუციას ანგრევ, ეგ იმას ნიშნავს, რომ ინვესტორს ეუბნები, რომ პრაქტიკულად ხვალ შენ რომ დოლარს ჩადებ ჩემს ეკონომიკაში, შეიძლება ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე რაღაც სამჯერ ნაკლები დოლარი გაიტანო, პირობითად ვამბობ. იმიტომ რომ დამოუკიდებელი არ აქვს ფინანსური სისტემა. ამიტომ ეს უკვე დავკარგეთ. ეხლა რა შეგვეძლო მიგვეღო? თუნდაც ამ რამოდენიმე 2-3 წლის განმავლობაში და ამაზეც მინდა რომ აქტიურად ვისაუბროთ. ესე იგი, არსებობს სპეციალური ინსტრუმენტი ასოცირებული ქვეყნებისთვის, ამაზე ბევრჯერ ყოფილა ტელევიზიებითაც საუბარი, მაგრამ რატომღაც არავის არ მიყავს ეს კონკრეტულ რაღაცეებამდე, რომ აი ადამიანებმა გაიგონ კონკრეტული სარგებელის შესახებ. ეს სპეციალური ინსტრუმენტი ხა არ დაგლით ფორმალური სახელით. ფონდს ზუსტად არ მახსოვს, როდის ვიხდი, რომელიც მიმართულია ასოცირებული კანდიდატის მქონე ქვეყნების ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური სექტორების დაახლოების პოლიტიკისთვის. რატო ხდება ხე ეს? ევროკავშირი იცით არის ეკონომიკური ერთობა, რომელსაც აქვს რაღაც საერთო პრინციპები. ხო, რაღაც საერთო, ესე ვთქვათ,
წინაპირობები იმისთვის, რომ ამ ეკონომიკურ ერთობაში გაწევრიანდეს. და ეს წინაპირობები რომ დაკმაყოფილდეს, ამას ჭირდება სერიოზული ინვესტიციები ქვეყანაში. და რა თქმა უნდა, ყველა ძალიან კარგად ესმის, რომ ჩვენნაირ მათ შორის ღარიბ ქვეყანას არ აქვს დამოუკიდებლად ამ ინვესტიციების განხორციელების საშუალება და ისინი რომ პოლიტიკურად ხედავენ მზაობას, რომ გაწევრიანდეს ქვეყანა ევროკავშირში, გაძლევენ იმის ფინანსურ გარანტიებსაც, რომ შეძლო და სერიოზული ფინანსური დახმარებით მოახერხო აი ამ ინსტიტუტების გაძლიერება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მათ შორის სექტორული პოლიტიკის განხორციელება, რაც ნიშნავს ძალიან ცხელმაგალითს მოვიყვან იმას, რომ რძეში რაც დაგვემართა, ის არ დაგვემართებოდა, რომ ამ ფონდიდან მიგვიღო შესაბამისი ფინანსური რესურსები და ეს ინსტიტუტები გაგვევითარებინა, ხო? ანუ ეს მოიაზრებს მათ შორის ჯანდაცვის სისტემას და ყველა სექტორს პრაქტიკულად სოფლის მეურნეობის ჩათვლით, რაშიც შეიძლება ეს თანხები გამოვიყენებინათ. მე არ ვამბობ იმას, რომ 14 მილიარდიანი ევროდან მილიარდ ევროდან ჩვენ წამოვიღებდით 14 მილიარდს, მაგრამ მოლდოვამ თუ მოახერხა 2 მილიარდი ევროს ესე ვთქვათ წაღება, ჩვენ სულ ცოტა 3 მილიარდ ევროს მაინც შევძლებდით და მომავალი 3-4 წლის განმავლობაში რესურსი პირველ რიგში ეს არის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურაზე მიმართული ხარჯები და ინფრასტრუქტურული საჭიროებები ბევრია ამ ქვეყანაში, ხო? ინფრასტრუქტურაში არ მოიაზრება მარტო გზები და ასფალტის საფარი, ინფრასტრუქტურაში მოიაზრება ყველანაირი ინფრასტრუქტურა, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაც, მათ შორის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, საპორტო ინფრასტრუქტურა, აი ეს ყბადაღებული თემები, რომელშიც იმის გამო რომ ჩვენ ესე ვთქვათ, შესაბამისი ფინანსები არ გვაქვს და ეხა ჩინური კომპანია პოლიტიკური მიზანშეწონებიდან გამომდინარე შემოიყვანეს ანაკლიის პორტს გულისხმობ. ხო, მათ შორის ამ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაც ამ ევროპული კაპიტალით იყო შესაძლებელი. ისევე როგორც მაგალითად სოფლის მეურნეობის მიმართულება. სოფლის მეურნეობის მიმართულებაში კოლოსალური თანხები დაიხარჯა და თავის დროზე ბიუჯეტიდან გულისხმობდა. თავის დროზე შესაძლოა მიზანშეწონილიც ყოფილიყო, საჭიროც ყოფილიყო, ამას ვადასტურებ, ამ თანხების ინფორმით დახარჯვა, რა ფორმითაც დაიხარჯა, მაგრამ დღეს მთელი ეს ეკოსისტემა ამ ფინანსური მხარდაჭერების არის გადაქცეული ერთ დიდ ბუდეთ სხვადასხვა გარიგებების. ამიტომ ამ სოფლის მეურნეობის სექტორში სერიოზული ასე ვთქვათ განახლებაა საჭირო მიდგომის. ისევე როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით. მოკლედ, არ ვიცი, თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ ნებისმიერ მიმართულება, რომელთაც შეგვეძლო ეს თანხები აგვეთვისებინა, ხო? ცხადია, ეხლა აქ მიზანშეწონილობაა, რა ჯობია პირველ რიგში გაკეთო, რა ჯობია მეორე რიგში გაკეთო და ასე შემდეგ. ეს არის დიდი ნაწილი იმ ფინანსური ნაწილისა, რაც ჩვენ დავკარგეთ. ესე ვთქვათ, იმით რომ უარი ვთქვით, 28 ნოემბრის განცხადებით, მათ შორის და იმის მერე განვითარებული მოვლენებით, ხო? კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ეს არის ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფორმალურად დაშვება მოგცეს იმაზე, რომ ევროკავშირის ინსტიტუციებმა, რომლებიც აცხადებენ სახელმწიფო შესყიდვებს, ჩვენმა კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა, დღეს მდგომარეობით პრაქტიკულად ესეთი ტრანზაქცია არ განხორციელებულა, ანუ არავის არ მიუღია ესეთი მონაწილეობა, რომ რაღაცა დაუშვათ პროდუქტი დამატებით შეექმნათ. ეს ძალიან დიდი რესურსი, ეს არის კოლოსალური მილიარდობით თანხა, რომელიც შეიძლება ვთქვათ გამოიყენო იმისთვის, რომ შენი კომპანიები მოხვდნენ ევროკავშირის ბაზარს. ამის საპირისპიროდ, მაგალითად, ჩვენ თუ შევხედავთ ჩვენს თლიან სავაჭრო პარტნიორების კალათაში ევროკავშირის წილს და რუსეთის წილს, DST-ის წილს, მათ შორის რუსეთის წილს, ამის საპირწონედ ხედავთ, რომ პირიქით, რასაც ფაქტობრივად 2012 წლიდან 2019-20 წლამდე მათ შორის ქონდა პოზიტიური დინამიკა და ეს პოზიტიური დინამიკა იყო DST-ის ბაზარზე და რუსეთზე განსაკუთრებით სავაჭრო, ესე ვთქვათ, ბრუნვების შემცირება და ევროკავშირში მეტნაკლებად ზრდა ევროკავშირის ბაზარზე, ეხლა პირიქით ხდება. შეტრიალებულია დინამიკა და ეს რა თქმა უნდა პრობლემა არა მარტო ეკონომიკურ თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკურ თვალსაზრისითაც და ჩვენ ტანზე გვაქვს და თავზე გვაქვს განცდილი ეს ამბავი ყველას, როცა ყველას გვახსოვს. ამიტომ ამ ესე ვთქვათ, მე ხა როგორც ხედავ, რაღაც უნდა წავიდეთ, მე მგონი შეჯამებისკენ, ხო? 10 წუთი გვაქვს, კი ბატონო, გადასარევ.
ეს არის მოკლედ ის ძირითადი ის ნაწილი რომელიც ჩვენ დავკარგეთ და პოლიტიკურ ესე ვთქვათ ალტერნატიულ დანახარს აღარ გულისხმობ რაც პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ ესე ვთქვათ დავკარგეთ და ამის აღდგენა მომდევნო წლების განმავლობაში არაერთი წელი დაჭირდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ ყველაფრის რევერს ესე ვთქვათ და დავკარგეთ რაც ყველაზე მთავარია წლები რომელსაც ფინანსურად ესე მარტივად ვერ შევაფასებთ ხო ანუ ეს ამ ესე ვთქვათ წლებს რომელიც აი ამ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოყვა ევროკავშირთან დაშორების და არა დაახლოების მიმართულებით ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ბევრი დრო დაგვჭირდება მოკეთ რომ აღვადგინოთ კიდევ ერთი საკითხი რაც მე დღევანდელი ლექციის კონტექსტში მქონდა მოაზრებული რომ განმეხილა ისევ უნდა დაუბრუნდე ახალგაზრდების დასაქმების საკითხს და არსებობს ესეთი დასაქმებას ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ მიგრაციის კონტექსტში ახალგაზრდების დასაქმების ნაწილი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. და ამაზე მინდოდა ორი სიტყვით მესაუბრა, ხო? იმიტომ რომ ამ მიგრაციაში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა. არსებობს ესეთი სტატისტიკური მაჩვენებელი ნიტქვი, ანუ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც არც დასაქმებულები არიან, არც განათლებას იღებენ, ანუ არც სწავლობენ და არც რაიმე ტრენინგებით არიან დაკავებული. დაახლოებით ეს არის 26.5% დაახლოებით 27%. 27% არის იმ ახალგაზრდები, რომლებიც დასაქმებულები არც სწავლობენ. აღსარგებლობა, ხო, ესე ცალკე აღებული რო შევხედოთ აღსარგებლობა, მაგრამ თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს ამ მაჩვენებლითაც, მაგალითად ევროპის კონტინენტის ქვეყნებს მათ შორის თუ შევადარებთ, საქართველო არის ძალიან მძიმე მოცემულობაში, ზუსტად ეხა თუ ჩავიხედავ თქვენის ნებართვით, რომ რაიმე არ შემეშალოს. მინდა რომ კარგად ვიცოდეთ, სად ესე ვთქვათ, სად ვართ ამ მაჩვენებლით. Так, ერთი წამით. რაღაცა ვერ პოულობ. კეთი ხوار დამეხმარებში. აი ვიპოვე. ხო, მოკლედ, ეს არის 27%. ჩვენ ვართ დაახლოებით ესეთ ქვეყნებთან, რო გესმოდეთ. ლიბანი, ეგვიპტე, ჰონდურასი, პაკისტანი, ერაყი, ავღანეთი. ანუ პრაქტიკულად ყველა არის ეგრეთ წოდებული დაბალი შემოსავლის ქვეყნები, დაბალი საშუალო შემოსავლის ქვეყნები. ანუ ჩვენ ეკონომიკურად გვაქვს და ვართ კატეგორიაში მაღალი საშუალოზე მაღალი შემოსავლების კატეგორიაში, დაუშვათ ერთი პარამეტრით, ეკონომიკური პარამეტრით, მაგრამ სხვადასხვა ეკონომიკური მონაცემებით ვართ ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენზე ბევრად უფრო ქვემოთ არიან სიღარიბის თვალსაზრისით. ამაზე ეს არის აქ მთავარი პარადოქსი და როცა ვსაუბრობთ უთანასწორობაზე, შემოსავლების უთანასწორობაზე, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ციფრები, რომელსაც თავს გვახვევენ, რეალურია თუ არა, უნდა ამოვიდეთ სწორედ აქედან და არა უბრალოდ სტატისტიკური მაჩვენებლებიდან. და როდესაც პროპაგანდა გვეუბნება, რომ ჩვენ გადასარევ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ეკონომიკა გაორმაგებულია, ექსპორტი გაოთხმაგებულია, არ ვიცი, საშუალო ხელფასები გაზრდილია სინამდვილეში, ამის უკან დგას მთელი წყება პრობლემებისა, რომელიც ყველას გვაქვს და ასევე ის გამოსწორების შესაძლებლობები, რომელიც ჰქონდა მათ შორის ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის და პერსპექტივის თვალსაზრისით, დღეს დატუსაღებულია დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, ქართული ოცნების მხრიდან და ჩვენი პირდაპირ ვალდებულებაა მათ შორის ჩვენი შვილების მომავლისათვის, თითოეული ჩვენთაგანის მომავლისათვის, რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ეს ეკონომიკური და სოციალური პერსპექტივა ამ ტყვეობიდან დავიხსნათ და მე ბედნიერი ვიქნები თუ ამ დღევანდელი ლექციის შემდეგ 1-2 დამატებითი ინსტრუმენტი, მათ შორის არგუმენტის სახით მოგეცით თქვენ, რომ ამ ბრძოლაში უფრო წარმატებულები ვიყოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. როგორ არის თქვენი დევიზი? სოდნა ძალა, სოდნა თავისუფლება, ხო? დიდი მადლობა. თუ რამე კითხვები გაქვთ, სიამოვნებით უპასუხებთ. მოიცავთ, კითხვები გქონდეთ შეიძლება. კარგით, დიდი მადლობა. პირველ რიგში ბექას მინდა რომ მადლობა გადავხატო ძალიან საინტერესო ისმის მეგობრებო ჩვენ გვაქვს Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი და YouTube-ი გვაწერია საპროტესტო აუდიტორია
და გამოგვიწერეთ. ასევე ჩვენ დავრეგისტრირდით ესეთი პლატფორმა არის Free Donation-ი და შეგიძლიათ რომ დონაციის სახით ჩაგვირიცხოთ მცირედი თანხა და დაგვეხმაროთ ასე ვთქვათ ინვენტარის შეძენაში და მადლობა წინასწარ და ჩვენ ასევე ვუერთდებით იმ მოწოდებას რომ აუცილებელია ახალი არჩევნები და ასევე უნდა გათავისუფლდეს ყველა პატიმარი, ვინც კი დაკავებულები არიან, ესენი არიან სინდისის პატიმრები, ცეცხლი ოლიგარქიას და ერთად გავიმარჯვებთ. მადლობა, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.